ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი შეფი გურამ ბაღდოშვილი. ბატონი. როგორ ახლა გურამ? ბატონი პოვარი გურამ ბაღდოშვილი. ხო, იცი რა არის, თავიდანვე მინდოდა რომ აი მაგაზე მინდოდა ცოტა ესეთი კითხვა მქონდა. არა, რატო დავიწყე? იმიტომ კი რომ თავიდანვე დაიწყებით რომ ბატონი შეფი, ანუ შეფს რომ მოგმართავენ, უკვე ბატონი ხარ. ანუ ბატონი პოვარი კიდე უკვე ბატონი, უკვე პოვარი, რაღაც აი აბლაბონდა გამარჯობა მოგესალმები ვანი. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. ანუ რასვავ ვიცი ეს თვითონ ეს შეფის სიტყვა შეფი რამდენად დამკვიდრდა და დღემდე თუ არია ეს, მაგრამ თუ დღემდე არსებობს რომ აი ადამიანებს პოვრებს ეძახიან, ანუ აი ესეთი ცოტა ესეთი კითხვაა რა. პირდაპირ კითხვა არის. მე გეტყვი რაღაცას, რომ ადამიანი როცა იწყებს ჩემთან საუბარს და მეუნება რომ აი პოვარი, იქ სრულდება ჩემი დიალოგი, მაგრამ აი 10 წელია დავბრუნდი საქართველოში და 10 წელია ვცდილობ თქვა რომ ვასწავლო საზოგადოებას რომ პოვარი არ არის არც ქართული სიტყვა, არც შესაფერისი, არც აფიციანტი. წარმოგიდგენია მე სადღაც 3000 ლარი დავხარჯე მაისურებზე და 1-2 სეზონი ყველა მიმტანს ეწერა უკან აქ აფიციანტი არავინ არ არის. ზარეულებს ეწერა აქ პოვარი არავინ არ არის და აი ამით ვცდილობდი რომ საზოგადოების მეჩვენები რომ პოვარი და აფიციანტი არა ვართ, არ ვარ მეგობრებო, პოვრები და აფიციანტები ვართ მზარეულები, ვართ მიმტანები. ჯერ კიდე არის ეს კატეგორია ადამიანების, რომლებიც ვერ ხვდებიან რომ ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ორგანიზმი არის სამზარეულო რესტორანი, სტუმართან კომუნიკაცია, იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ იმ განწყობას, რომელსაც შენ რომელიც უნდა გადასცე შენ მომხმარებელს, დამოკიდებული არის მასპინძლობაზე. ეს არის მასპინძლობის სერვისი, სტუმარ მასპინძლობის სერვისი და აქედან გამომდინარე ახლა ბიზნესმენი, რომელმაც რაღაც ბოდიში და ახლა დასაკრინებად არა ვიღაცამ კორპუსი ააშენა და ახლა რესტორანი უნდა ქონდეს საიმიჯო, არ არის ეს ბიზნესი. არ შეიძლება რომ მშენებელი თუ არის, მშენებლობა უნდა აკეთოს. წყობილმა პურია წყობილმა პოვარმა cooking-ოს და ასე ვთქვათ რა. ხო არის ესეთი ის რა ქვია, ჯერ კიდე არის ეს კატეგორია სამწუხაროდ, რომელიც მაგრამ მან უკვე ნახე დიდ კორექციას და დახმარებას ვუწევ მე ადამიანებს, ფულს ვაგებინებ, რომ მოიგონ ფული. მარტო იმით რომ ვეუბნები რომ არ გააკეთო ძმაო ეს ბიზნესი საშენო არ არის, უკვე მოგებული ფულია, იმიტომ რომ არ დაკარგა. ზუსტად ვიცი რომ ჩადებს და დაკარგავს, მილიონი იქნება თუ 2 მილიონი. ეხლა რადგან მოდის ეხლა ახალი წელი და ახლა სუფრები იწყება რა, ეს პერიოდია. დაწყებულია უკვე კაი ხანი. ხო, ბევრისკენი გექნება შენ, რა ქვია, შეკვეთები კი? შრომა ბევრი გაქვს და იცი რა უნდა კითხო, აი საჭმელები, ზედმეტი საჭმელები სუფრაზე. ხო არის რა, ჩვენ ქართველებმა ხო ვიცით რომ აი ზედმეტი საჭმელების გაკეთება რა. ანუ ეგ მარტო სახალწლოდ არ ხდება. ეგ არის 365 დღე ყველა ქართველი ადამიანის საბჭოთა გადმონაშთის ყველაზე ცუდი კულტურა, რომელიც ჩვენს ერს არასდროს არ ქონია, იმიტომ რომ ჩვენი სუფრა არის ტრადიციული მასპინძლობის სუფრა, რომელიც ყოველთვის იყო დღესასწაულებზე აღნიშნავდით, ჩვენ ტრადიციული არის, ბევრად უფრო დახვეწილი, ამას აქვს თავისი რიტუალი, ყავს თამა და ეს არის 1000-წლოვანი კულტურა და ეს არის ზეკოსმოსი. მართალი ხარ, არ არის ეს ხოსბორნა ეს არის. მაგრამ ეს ხო ფსიქოლოგია არის რა, ქართველი ადამიანის, რომ ეხლა მე რო ცოტა საჭმელი გავაკეთო, რა სიტყვის ხალხი. იმას თუ ესეთი აქ მე იმაზე უკეთესი მქონდეს, არა. ეგ არის ყველაზე აი გოიმური საქციელი სწორ ევროპულ ქვეყანაში და სწორ საზოგადოებაში. ჩვენ მიმტანებთან ყოველთვის მაგ დაველი. არ მინდა რომ ადამიანმა შეუკვეთოს, დაყაროს, გავაფუჭოთ, გადავყაროთ, იმას ცალკე აკლდება. ჩვენ ორმა გვემოგვიარ მაგდება და შრომაც თავისთავად, რა თქმა უნდა, მე მადლი იკარგება ამ ყველაფრის ხვდები. ორი რამდენი საჭმელს კი. სულ ტეხავს. ამიტომ იცი რა, ორი რო უნდა ვეუბნებით, ერთი ამდენი 15 წუთში ყველა კერძი მზადდება და დაგიმატებ თუ დაგაკლდებათ. და სხვათა შორის მუშაობს კარგად. კარგად მუშაობს, ხო? კი. შენი რომლები ახლა ეს რესტორანი ჩვენი? ჩვენი ფუდმარკეტი და ტაიტაი. მე ვიცი რომ შენ საკუთარი მეურნეობა გქონდა, მაგრამ აღარ გაქვს ახლა, ხო? ეგ სამწუხაროდ ქვეყანას აღარ აქვს უკვე მეურნეობა, იმიტომ რომ გლეხს უტყდება
გლეხობა, ასე ვთქვათ, მიწათმოქმედება, ის გეორგობას, რასაც ვეძახით და სვეცკებს კიდე უსვეცკდებათ, იმიტომ რომ მეორე რაღაცა ყიდიან 300 კვადრატ, 500 კვადრატ, 1 ჰექტარს მიწას რკულას დათესავენ, პეტრუშკას და ჯერი პომიდორი და თუ თხაყავს ხო აი ვაფშე ყველს გააკეთებენ, სალატიკებს აკეთებენ სვეცკურად. იქით რო ხაყავს ჩამოწველი, იქით რკულას დაკრიფავ. ჩერი პომიდორჩი ყებს და ბაცამიკოს და ოლივ ოილს მიასხავთ, მაგარი სალატიკი გამოგირდა. სვეცკისთვის სვეცკობა არის ფერმერობა და გლეხს კიდე უტყდება, ნუ აი სამყარო ყირამალად არის უკვე. ხო, ეს თანამედროვე ტრენდია, ხო, რაღაცა. მაიტა ხოლების დამალი არა გაქვს. არა, კიბილ გამოყუჩებელი მაქვს კეტონალი თუ კიდე. არა, რას აყუჩებს ეს? ყველაფერს. გურა, რა უნდა გითხო, ისი ეხლა შენი აი ვიდეოებს დებდი ხოლმე. ვდებ კიდევ. ეს ზაფხული შემოდგომა და ისეთი ვიდეოები იყო, რომ აი მეთქი ხა აი ამ ეკრანში გავძურები, იმიტომ რომ სულ ნიყვის მაგას დორბლიან ვიდეოებს ვეძახი მაგრამ ნიყვები ქონდა ბევრი წელს. აი შენ მოდი სანამ ნიყვზე გადავართ ხაში მინდა ვთქვა. რას ფიქრობ? ხაში გააკეთე. ბუსტინგის გარეშე, აი პროსტა ახლა მე არა ვარ ახლა ისეთი პოპულარული როგორც მაგათაც თქვენ ნახვები გავთ მილიონები. რამდენი ნახვა შეიძლება გქონდეს 12 წამიან ხაშის ვიდეოს? რა ვიცი, რამდენი? 2 მილიონი ნახევარი. ხაში ხო რა. აი უბრალოდ ხაში მოურიე. წარმოიდგინე შენ რა ჭამისტიერი ვარ, თუ აი თან ხაში არის აი როგორი კოლოგენური წამალი, იცი? აი არა დედის რძეზე უკეთესი იქნება. მაგარი ხაში კონდა რა ეხლა მოდი შევთანხმდით. არა, კონდა კი არა მაგ მე მარტო ზამთარში ვაკეთებ. ისეთი სურათი იყო რომ აი რაღაცა. აი გეუნები რა. ვაი და ვუი კუნესაში. ეხლა რასაც ხაში არ უყურს ისიც შეჭამდა. იცი რომ ბევრმა ხაშის ჭამა ისწავლა ჩემთან და პირველად ჩემთან გასინჯეს? ხო. და მოდიან ხაშზე გეგონება რომ იქ ჩორნაია იქრა. მეცხოვა ერთხელ დაგირეკავ და მოვალ ხაში. ეხლა რაც ეხება ნიყვი არის რაღაც სეზონის მეფე დედოფალი ერთად გაერთიანებული. ოღონდ მაგას იცი როგორ და უკუჩვენებაც აქვს და აქეთა ჩვენებაც აქვს. დაესია მთელი ქუთაისი წავიდა ნიყვი ძაღლი დაიწამლა, კი ნამ დაიხოცნე. თვითონ საკრეფად წავიდა. ხალხი, ქვეყანა, ხალხი თო არა, ნიყვს აქვს ბევრი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მისთან მიმსგავსებულია სოკოები, რომლებიც ამანიტის ჯიშების არიან, ზოგი ტოქსიკური არის, ზოგი ჰალუცინოგენი არის, ზოგი შხამიანი არის. და ეს ხალხი რო ძვირიაო, წავიდნენ თვითონ საკრეფად. წავიდნენ და რა წითელი სოკო იყო, ყველაფერი დაკრიფეს და დაიხოცნენ კი ნაღამ კაც. გურა, ერთი ესეთი კითხვა უნდა დაგისვა. რატო ვსუქთებით ხალხის ზამთრის პერიოდში? იმიტომ რომ ვარ ძუძუმწოვა რა არსება, რომელიც ასე ვთქვათ თბილ პერიოდებში მოიხმარს ნაკლებ კოლოგენებს, ხო? აი მაგალითად ხაშზე რო ვილაპარაკოთ, ცხიმიან საკვებებს მეც ვჭამთ ზამთარში. ანუ სეზონი ნახე ტრიალდება რა, აი ეს ცხელი ელარჯი და ინდაური საცივში და ჩანახი და აი დორბლები და ადამიანი რესურსს ხარჯავს გაზაფხულზე და ზაფხულზე თავის და შემოდგომაზე ვიწყებთ ამ დაბუდებას და ზამთარში პლედი და კალათა ჩაი და რა ქვია პერაშკი და პონჩიკი და თუ კი რამე შეგიძლია აიზილო ყველაფერი და პუტკუნდები და მე სხვათა შორის ეხლა ის დავიწყე 15 კილო დავიკელი ამ ორ თვეში. ისე თუ გიყვარს ღამე, ესე ჩუმად მაცივრის გამოღება. აი მიყვარს კი არა, ეგ არის ჩემი მტერი. გუში ღამის 3 საათზე უზნეოდ, უსირწყვილოდ, ზნედაცემული დგება ეს არსება თქვენს წინაშე მცარე. ძაღლი მიყურებს, როგორ გეხვეწები მაჭამეო და მე ხამად პანეტონი ჩამოვჭარი. პური მოვიჭერ, ეს პანეტონი შევაგდე ტოსტერში, რომ გაიხუხოს, ვითომ ნაკლებად კალორიული იქნება და თავსი წყნარი. თავს რო ვატყუებ დეგენერატი. რომ გახუხული ესა საფუარი ნაკლებად მავნებელი არის და ნაკლები გლუტენი. იმდენი მეხი დაგაყარე შენ მე აი ეს ამხელა ნაჭენორი პანეტონი მივაზე და ზეთ კიდე თუშური კარაკი
ისე და პანეტონეში 9 კილო კარაქი არის და მე კიდე ეს რა მეყვარს იცი ეს გახუხულზე ეს კარაქი რო ჩადონება და აი ამ წვეში რო აი ზეთები ოღონდ ეს მე მგონი ეს წვერი ამიტომ გამიწევს და ანუ ესე იგი გუში ჩაიდინეს სისხლის სამართლის დაშაული ღამე. ყოველ ღამე ვაკეთებ მაგას, მე მთელი დღე მაგ დიეტა და ვცდილობ მთელი ღამე არ დავიძინო, იმიტომ რომ მგონია რომ ძილის დროს უფრო ვსუქდები, ვიდრე მღვიძელზე და რო შეჭამ ღამე, მე გვიძავს რომ ვითომ მგონია რომ არ უნდა გასუქდე. მღვიძავ და ვითომ ამ კალორიები ხარჯება რომ გვიძა. რა დეგენერატი უნდა იყო არსება პროსტო. აი ეს გვასუქებს რომ არასწორი კვება გვაქვს და არ ვიცი ჩვენ საუზმეს ადილის ვახშამი მეტაბოლიზმი არის დარღვეული და შულს ხოლმე რო ვხედავ არა გავხდარ ხალხს, მაგრამ ფორმაში ვინც არიან, მაგათი შულს ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ისეთი ჩვევა არის, რომელიც მინდა რომ მქონდეს მეც. ეხლა რა უნდა კითხო, იცი, ქართული ეხლა სუფრის ერთ-ერთი მახინჯი ტრადიციები. ოფ. რომელი არის შენთვის ისეთი, აი, რომ აი ეხლა შენ ინტრიგას აგდებ და გინდა რომ მაგინოს. მე სკანდალური ეთერი მინდა მქონდეს მე. მე მომიყვანე სკანდალისტები ყავს ნახევარი საქართველოს. რა არის, იცი რომ აი მახინჯი ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს საქართველოში, მაგრამ მოგონილი ტრადიცია. მახინჯი ნაკლებად ესთეთიური მოდი წავასვეცგებ ახლა. ეს არის აი ხას რო შემოგირგორებენ მაგიდაზე ბორბლებიანზე და ზოგს კიდე აი იმისი უნარი აქვს რომ შუშის თვალებით შეუკვეთოს და ჩაუსვას ამ რქები თხა კბილები რო უჩანს შემწვარს მოხრაკო მუმიას რო შემოაგორებენ და მუმიას კოშმარი არის ბავშვებს ეშინია ტირიანი დედა მე მაგ სანთლები როა განთებული თვალებში ისე შემოგორებული. მართლა? თვალებზე არ არის, რქებზე მინახავს, ვითომ ტრადიცია რა, აი ქრისტეს აღთქმამდე რომ ტრადიცია იყო სანთელს რომ მიაკრავდნენ ბატკანს და ნოანთებდნენ და 9 კუს დაარტყვევდნენ, მერე თავს რომ მოკვეთავენ და ხევში გადააგდებდნენ. ეს ტრადიციები მახინჯი არ არის, ეს იქიდან წამოსული არის, რომ ეს რაღაცა კიდე რაღაცა შემოვა, აი ეს თხა და ხშენ არიცი ყველაზე უარესი რა და ერთმა დამკვეთმა დედას გეფიცები რაც მე თავი ვიწყევლე. გოჭი მინდა რომელიც ღრუტუნებსო. რას ქვია გოჭი გეძო შემწვარ ღრუტუნი რაღაც არა მინდა რომ გოჭმა იღრუტუნოსო როგორ შემწვარმა ჯიბიელი ვიყიდე დედას გეფიცები და ღორის ღრუტუნი ჩავაწერინე და ამოუდე ეს ღრუტუნი ჩამოვიყანე ვიხტიო მეო და იღრუტუნოსო და მეც კი რა უკრა ახლა კიომია დევიდ კოპერფილდი მიარავა და მამაზეცი არის ფტარს მე ვერ გავაცოცხლე მით უმეტე დუღოკიდან გამომწრა კაია. იცი რა უნდა კითხო, აი ხა კულინარია ხო ესეთ მას ვითარდება რა და აი ქართული რა არის ახალი მოგონებული, ქართული კერძი. მოიგონეს მექსიკური კარტოფილი. რას ნიშნავს? მექსიკური კარტოფილი, მექსიკური არ არის? საიდან მოიტანე კაც მექსიკაში რო ჩავედი პირველად რაც მე მაგას ვეძებდი, ვერ ვიპოვე და არაცებობ. ჩვენი მოგონილია. მოგონილია. ჩვენი მოგონილია? კი. რატო დაარგოს მექსიკური? რა შეასუნელეს და მექსიკური არის. მექსიკური არის, რა მე სიმინდი არიან გაზზე. ეხლა შენ რო წაიღო სიმინდის კერძი ჩაიტანო აღმოსავლეთ საქართველოში და კახელსაჭამო სიმინდი. იგივე არის. მე არ ვიცოდი, მე მაგ მართლა მექსიკური. არა, არ არსებობს ეგ ჩვენი ეგეთი ქვეყანა ევროპაში არ მახსენდება ეხლა ქვეყანა კერძები. მე ამ პერიოდში რაღაცა აი კგბ-ში თუ მუშაობდა და თუ სადმე არის ნამყოფი რაღაცას მოყვებოდა და ვიღაცა მოისმენდა და იმას მოყოლიზე რაღაცას იგონებდა ხოლმე. სად იყო? სად ყავდა პატრონი გენერალში? ხინკალზე მინდა ვილაპარაკოთ. ხინკალი. აი ხილათი ლაპარაკეთ ხინკალზე. ხილათი ლაპარაკოთ ხინკალზე, იმიტომ რომ ასტაროჟნა რა. მე ხინკლის ესეთი ძალიან კარგი ვისავარო სპეციალისტი, ეს შეიძლება დავარქოთ. დაბამიდი დაცხე. ხო და ხინკალზე არის სულ გაყოფილი აზრები, რომ აი მაგალითად ზოგი მწვანილიანს იგებს, რომ ეს არის ნამდვილი ხინკალი. ზოგი ამბობს, რომ უმწვანილოა. ზოგი ამბობს, რომ რაღაცა ეს კუჭი ესეთი არ უნდა კონდეს, ცოტა ჩაჭყლეტილი უნდა. აი ხო აი ნამდვილი რა არის? რა არის ხინკალი? შენ იცი კარგად ხინკალი რა არის? ხინკალი ნუ რა ვიცი, ხინკალია. კარგი, მოდი ხინკალია. რამდენი ნაუჭი უნდა კონდეს?
იცი რა სიმღერაში არის 18-19 ნაოჭიანი ეს არის ივერიის სიმღერაში მე მგონი ივერიის სიმღერაში ჯერ ეგეთი უნდა ვისწავლოთ ერთი რაღაცა არსებობს გასტრონომიული კულინარიული კულტურა ჩვენ თუ კულტურა არ ვიცით ჩვენ საჭმელი არის საჭმელი ჭამთ იმისათვის რომ ვიარსებობთ ზოგი არსებობს იმისათვის რომ ჭამოს აი არც ის უნდა იყოს არც ეს უნდა იყოს უნდა გქონდეს რაღაცნაირი ოქროს ტუალეტი და ვიცოდეთ რომ ჭამა არის კულტურა ხო და ეხლა ნახე რა არის ხინკალი არის სარიტუალო საკრალური კერძი როგორც ხაჭაპური და როგორც ბევრი ტრადიციული სარიტუალო რატო აგიხსნი იმიტომ რომ ნამდვილი ხინკალი ეხლა ზოგი დაიწყებს რაღაც სისულელების წერას ან საუბარს ხინკალს უნდა გქონდეს 28 ნაოჭი ხინკალი არის მზის ბორჯღალოს პირდაპირ ასლი, რომელსაც უნდა გქონდეს 28 ნაოჭი და განისხვავება 28 კალენდარული წლით. რას ნიშნავს 28 კალენდარული წელი? ყოველ 28 წელს, როცა ვითვლით მზის წელიწადს, მზის კალენდარს, თუ დღეს არის დღევანდელი დღე, ვთქვათ, ორშაბათი 6 რიცხვი. 28 წლის შემდეგ იქნება ზუსტად ორშაბათი 6 რიცხვი. ხოლო კალენდარულ მზის წელიწადში ემთხვევა ეს ყველაფერი. ამიტომ არც მონღოლები და წამოსულები არიან და მონღოლები აქედან არიან წასული 1.700.000 წლის უკან და შეიქმნენ მერე მონღოლები და არც ის და არც ეს. ანუ ნახეთ ჩვენ რომ ჩავიდეთ და წავიკითხოთ ბიბლია და თუ ბიბლიას ვეყნობი და თუ ვართ ქრისტიანები და მართლმადიდებლები და გვჯერა რაც ბიბლია წერს, მაშინ ბიბლია თუ რასაც გვასწავლის, იქიდან ჩვენ ლოგიკა უნდა გამოვიტანოთ, ხო? ესე იგი ნოეს კიდობანი არარატის მთაზე შეეხო და გაჭერდა, იქიდან წამოვიდა ძმაო, წამოვიდა იწერება ბიბლიაში რომ მდინარეს გამოყვა. ჩამოვიდა ქვემო ქართლში. ის ღვინო, რომელიც 8000 წელია ჩვენ ვამზადებ და ის ქვევრი 8000 წლის არის უკაცობრიობა, მეტის კი არ არის. არის ლოგიკურად თუ არ არის? დაითვალეთ, მათემატიკა, რელიგია და ასტროლოგია ერთმანეთს შეეთანხმება. ყველა ქართული ტრადიციული კერძი, რომელიც დღესდღეობით არის პოპულარული, წარმოშვება მისი არის საკრალური რიტუალური კერძებიდან, მზის თუ მთვარის თუ დღესასწაულის შესაწირი კერძები, რომლებიც უბრალოდ რელიგიამ ვერ გარიცხა და წამოვიდა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, წამოვიდა და დღეს ტრადიციული და არის მილინარული კერძები, ანუ 1000 წლოვანი კერძებზე გვაქვს ლაპარაკი, რომლის სრულყოფილება არის ზენიტში. კითხვა მქონდა რომ უბრალოდ შიგთავსი რა მწვანილიანი უნდა იყოს თუ მწვანილო თქო მაგას თავისთავად უწავლე როცა ვიძახით ხინკალს ხინკალი არის ცხვარი სიტყვას რესტორანში თუ წერია ხინკალი ადამიანის ტვინში უნდა იყოს მესეჯი ჩადებული რომ ხინკალი არის პირველი ნომერი 1 ცხვარი საიდანაც იბადება რა თქმა უნდა კრავი შესაწირი არის კრავი შეწირა აბრამმა ადამიანის შვილის მაგივრად, ხო ბატკანი შეწირა. ცხვარი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრადიციულ ქართულ სამზარეულოში, ქრისტიანულ კულტურაში. კი ბატონო, გეთახმებით. ჩაკაფული? ასევე, ჩაკაფული ცხვარი, დანარჩენი არის ყველა თემოდან გამოწერილი ჩაკაფული. ანუ ესე იგი, ხბოს ჩაკაფული ეს არის თემოდან გამოწერილი ჩაკაფული, მაგას ეძახი. არა, ხბოს ჩაკაფული დაიბადა აბაშიძეზე. აბაშიძის და არაყიშვილის კუთხეს. კაი. კარგი ეს. იცი რა უნდა კითხო, აი ყველაზე ცუდი ხო ყოლე მასწავლებლები ხო ყავდა. ყველას ყავს თავის ცხოვრების მასწავლებელი. ხო, ჯერ ხო შეფი სანამ გახდებოდი, ხო ბევრგან მუშაობდი და რა თქმა უნდა, არავინ არ იბადება. ყველაზე სასტიკი შეფები, რომლებიც ანუ ცუდი და კაი ტიპები მყავდა ცხოვრებაში. ყველაზე გემრიელი კაცი და ყველაზე აი გემრიელი ხელი და ყველაზე კარგი შეფი, რომელიც მე მასწავლი და ეძინა ქვაბზე. ქვაბზე ეძინა იღლაღლილი. იმ პერიოდში ყველაფერი დიდ ქვაბებში კეთდებოდა. სადა იყო ახლა ესე მუჭუპუჭუ რაღაცეები დადგებოდა. 70 სანტიმეტრი არის ზედაპირი, ანუ, ხო? საოჯახო საბითუმო არის 60, სამზარეულო პროფესიონალ 70 სანტიმეტრი და ამ ხელა ქვაბს რო დაადგავდა, მოურევდა რაღაცას, გავიხედავდი ძინავს კაცს. სუ მეშინოდა. სუ მეშინ ჩავარდებოდა ამ ქვაბში. დედა მომიკვდეს, მაშინ ახლა გაზი არ იყო და ელექტროგაზქურები იყო ხოლმე დიდი ესეთი ოთხკუთხედი.
სულ მეშინოდა რომ ან ჩამოვარდება ან სახეს დაადებს ამას. ან ქვაბში ჩაუვარდება წვირპირი და მოიხარშებოდა. არა, აი როცა როგორც კი წათვლიმავდა და წავიდო და აი უნდა დაეცეს ან ჩავარდეს ამ ქვაბში, გამოიხო და მოურევდა და ზუსტად 3-4 წუთში ისე ვეძინებოდა. მაგრამ ხელი ქონდა, არის შეიძლება დაავადება არის, ეგ არ ვიცი. შეიძლება რაღაც ანატომიური პრობლემა ქონდა, მაგრამ იყო აი უზენაესი ადამიანი, მაგარი მასწავლებელი, მაგარი კაცი, გული, სული სიყვარული. რა თქმა უნდა, პარაზიტი პედაგოგიც ჰყავდა, მაგას ვერ ვეძახი მე ჩემ მასწავლებლად, პედაგოგი იყო. პარაზიტი რატო? პარაზიტი იყო, იმიტომ რომ აი ცხოვრებაში რო არაფერს არ გასწავლის და ყოველთვის შენიშვნას გაძლევს და ადამიანად რო არ გთვლის, ანუ დიდი გეძახლა და გაბულინგებთ. ხო, ეხლა ბულინგი მოდაშია, ლამასი. ბულინგი. აი ეს დიდი დაირო დიდი ეცრეკენ დაღლა პატრონ მამა დავერიშილო. აი ესე რო გეცეოდა ვიღა. დადგებოდა, ვიდრე დამიწყებდა რაღაცა ისეთ რაღაც შენიშვნებს მიცემას ცხოვრებაში კერძი არ გაუკეთებია, ერთ ხალათი ქონდა წელიწადში ერთხელ ეცხავდა ხოლმე. ხო. პარტუ. ერთ ფარტუკი ასე დააყენებდა იდგა ხოლმე ერთ ფარტუკი. მოვიდა და მასწავლა, მასწავლის ჯობელ დაღლა თანაშენ არ დაგავება, თითიშენ არ გაგიჭრია და ხო და ამ კაცმა იმდენი მამბოლინგა რომ მალთაყვა 1991 წელია მალთაყვაში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. წყალსათხილამუროდ მსოფლიო ჩემპიონატი და ეს შეკრიფეს სხვადასხვა შეფები ამ ინტურისტებიდან გაგვაქარეს იქ ერთი თვით ადრე რომ აშენებაც ჩვენი იყო, დაალაგებაც ჩვენი იყო, გახეხვაც ჩვენი იყო და დატესტვა და რომ მზად ვიყო მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება საქართველოში, მალთაყვაში და მზად უნდა ვიყოთ და საერთოდ პირველად ვნახე მზასაჭმელი პლასმასის ყუთში, რომელსაც აი ესე აფხრიწავ, დუღარეს დაასხავ და კერძი გაქვს. ამ უცხოელები ავსტრალიელებმა ჩამოიტანეს ბიჭო რაღაც გულაში, მაკარონი, რაღაც ნუდლსი, რაღაც კერძები და ბიჭო დაასხეს, აი დუღარი წყალი გამოვიდა, სრულყოფილი კერძი. ჩემთვის ეხლა წარმოიდგინე ეს იყო კოსმოსი. ხო და რაღაც მაჩუკეს რამოდენიმე სხვადასხვა კერძი, იმიტომ დებილი ბავშვები აბდალა ბალბა თორბილიო ჩამოდი, ისე უყურებდი და მაჩუკეს ამათმა რა, ბავშვ მე მაჩუკეს ჩაი. ეს ჩაი იყო ძალიან უცნაური. პარკებში იყო შეფუთული და ძაფი ქონდა. მაშინ ესეთი ჩაი იყო და მაშინ რა ვინ იცოდა ეს რა ჩაი იყო გეხვეწე. ამ ხალხმა დამირიგა მაჩუკა ყველაფერი და მოვიდა ეს ძუნწი კაცი წამართვა. ეს საჭმელები. წამართვა. არა, მე იქ არ ვიტირე, მაგრამ ღამე მე ვიტირე, თქო ვეწანი. ღამე ვიტირე აი ნიანგის ცრემლებით. ოღონდ მანდაც არ გაუტარე ბოლომდე. აი რა არის და ამასობაში ვუყვები ესე უნდა არის, ეს კერძი არის, ეს კერძი არის რაღაცა. აი რა არის და მეთქი ჩაია. ჩაი რას ქვია ჩაი და მეთქი ეს პარკი პირში უნდა ჩაიდო და დუღარი წყალი უნდა მეაყოლო მეთქი. მისი ბედი რო იმ პერიოდში არ არსებობდა ტელეფონი და კამერა რა. ჩაიდო. თორე ბულინგი და დაჩაგვრა რა იქნება და მე წარმოიდგინეთ. ჩაიდო და დალა. პარკი ედო ესე ზაფი ესე ეკიდა და იარლიკიც ხონდა ესე. და ასე ხო ეკიდა ეს რაღაც ზაფი რა ეს ენაზე ედო. გაიგე და ამას დალევდა და ეს ფერი გადასდიოდა უკვე. მეც არ ვიცოდი როგორ უნდა დაგერე და აუხსენი. გურამ, არაჩვეულებრივი გადაცემა გამოგვივიდა, მინდა მადლობა გადაგიხადო. ახალი წელი მოდის და ერთადერთი რაც მინდა გითხრა ახალ წელთან დაკავშირებით, ახალი წელი შენთვის მართლაც ისეთი სახალისო ახალი წელი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ერთ-ერთ ახალ წელს ძალიან ცუდი რაღაც შეგემთხვა. ეს არის ეს მაყურებელსო ვაჩვენოთ გურამის თითები, ეს არის პიროტექნიკა აუფეთქდა ხელში. ხო, ეგ იყო. კი, ძალიან მიხარია ვანო რომ ამ იუმორში და ხიხიხახაშიც შეგვიძლია ბევრად უფრო ესეთ თემას შევეხოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა მე
რაღაც დასრულ ასაკში დამემართა. მაგრამ წარმოიდგინე, შენ რო ხარ 7 წლის, 10 წლის, 12 წლის და მთელი ცხოვრება წინა გაგდა. შენ არ იცი ეს ხელი როდის გამოგადგება, ან ის თვალი როდის გამოგადგება და ამით აზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას. მინდა გთხოვოთ, რომ აი ეს იდიოტობა და სისულელი არ ჩაიდინოთ ადამიანებო, ხალხნო, მეგობრებო, თქვენ შვილებს მიხედეთ, თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, კეთილსურველებს, მტერსაც კი არ უსურვებ, ისეთი რაღაცა დამემართა მე. ძალიან ამბავია ძალიან და რადგანაც ახლა სამზარეულოში კი ახლა ეს ხელები ხო გჭირდება, ახლა ეს არის დანა და ეს არის პროდუქტი. თითებს ამოძრავებ თუ ვეღარ? ანუ ესენი გიტყვაფილა გინდა რა, უბრალოდ ესთეტიკურად რაღაც ესე რომ დავიჭერ ხოლმე ვერ ხვდებიან რომ თითები წამაწყვიტა. ხო. ეს ფალანგები არა მაქვს რა. აქ საერთოდ იკერებულია თითები ახლა აი ეს არის 90 გრადუსი ხო? აქ არა მაქვს ეს ანუ ტაფის მოკიდების საშუალებაც კი არა მაქვს და ეს ცოტა გავწელე, იმიტომ რომ საჭესთან რომ ჯდებოდი, ეს შევარჭობდი ხოლმე და პილოტივით ატარებდა ხოლმე ესე ხელი მანქანას და ეს ცოტა გავწელე. რეალურად მაშინ ეს ორი თითია ეს ორი თითია და ამ ორ თითს მივეცი მთლიანი ეს დატვირთვა. ამ ორ თითით ავიღე ეს ვალდებულება და სულ მეშინია, იმიტომ რომ მეშინია, რომ უცებ ეს აი დანა რომ მოდის, ამან ეს არ გააკეთოს. ხო. იმიტომ რომ ბოლომდე არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ესენი არის დალეწილი ძვლის, ნერვის, მყესის აწყობილი ძალიან მაგარი ნაშრომი იმ ადამიანების, იმ ქირურგების, რომელსაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გურამ, ძალიან დიდი მადლობა. მინდა კარგად იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ხსენ, იცი შენ კარგად და მეც ვანა ძალიან დიდ პატივს ხსენ სიყვარულით. კარგად იყო და მინდა სულ წარმატებები გქონდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მადლობა შენ, მადლობა შენ გუნდს და გილოცავ ახალ წელს დამდეგს. მეც გილოცავ შობას ახალ წელს, ბედნიერი წელი ყოფილიყოს, მშვიდობის წელი ყოფილიყოს და ჩვენი ქვეყანა გამწყინებული იყოს და გაერთიანებული იყოს 2026 წელს მოდი ესე ვთქვა. და აი და მოხდა ესე და ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი სამაჩაბლო, ჩვენი ხალხიც დამშვიდდება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ფასო ტელემაყურებლებს, ჩვენი გაცემის სტუმარი იყო ბატონი გურამ ბაღდოშვილი. ბატონი შეფი გურამ ბაღდოშვილი. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ, კანის ინტენსიური დატანიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.